გამარჯობათ მეგობრებო. ესე კაი ამბავი მაქვს. მეგონა რომ ეჭვობდი რომ არ გამოვიდოდა რა. ესეთი სვერლო დაუყენე, გაიღუნა. აქ დამაგრებული მქონდა. ხო და მე გადაკეთება მომიწია. ეს გამოვაგდე. და ეს გამოწერილი რაც მქონდა, ანუ ამის დიამეტრზე გავხვრიტე და შევსვი შიგნით დავამაგრე. ეს სოფლიდან ჩამოვიდან ისე. აი, ჩვეულებრივად გამოაგდო. სადაც ბათუმში, სადაც ცეპებს აბამს, სადაც მაშვები არ აქვს, არემონტებენ რა ამ დროჟბებს, იქ აქვთ ესეთი გადასამბელიც და გამოსაგდებიან საკლოკები. ანუ კითხე რა იმ კაცს. მეთქი გიდრავლიკურია თუ მექანიკური, ასე მითხრა რომ მექანიკურია, მაგასო ვერ იმას იზამს, ხელით მაგას იმხელა დაწოლა ჭირდება რომ ვერ გამოაგდებო. ჩვეულებრივად მუშაობს. ანუ ეთყობა მექანიკური არის, იმას გონია რომ არის გიდრავლიკური. ეს ცოტა მოკლე არის სახელური უბრალოდ დაპრეხვატკებული. დაახლოებით 25 სანტიმეტრამდე უნდა რა. ძალა რომ დავაწვეთ. ძალიან უყურო არანაირი რამე ჩვეულებრივად აგდებს შლის რა. დაიშალა. ესე რომ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არავის არ უნდა მოусმინოთ. აი მაინც მაინტერესებდა რა სიზამდა. ეს ყოველ შემთხვევაში ესენი ესეც დამჭირდება. გადამბუის დროს ხომ დაამრგვალოს საკლოკა, მაგარი, ესეთი მაგარი მაღალი სიმტკიცის ფოლადი. ბევრი რაღაცა შეიძლება რომ მოიფიქროს ადამიანმა, ეს დაწოლით არ აწვევა იმდენად, როგორც ეს გამოგვდების დროს. თუ რამე გექნებათ შეკითხვები, კომენტარებში დამიწერეთ და გიპასუხებთ. ახლა ამას პატარა რაღაც გალამაზება უნდა გაკრას ყვა. კიდე დასახვეცი მაქვს აქ ცოტა სიზუსტე, ანუ ჩქარა ვაკეთებდი. ხო და ეს დიამეტრი შიდა დირკა არის ცოტა დიდი გახვრეტილი. ხო და ზუსტად მინდა რომ ჩაუპრესო ისე გაკეთდეს, ლამაზად რო იყოს რა. კარგად ბრძანდებოდეთ, თუ რამე გექნებათ შეკითხვები, დამიწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ.